ამ ადგილის გამო რუსთავში მოსვლა ნამდვილად ღირს და თუ რუსთავში ცხოვრობ, შენ ძალიან გაგიმართლა. დღეს ვართ არიარიში და უნდა გავსინჯოთ თავარი კერძი, ტოგრამიონი. ასევე აქ გვაქვს ბულგოგის გიმბაბი და ცალკე არის ბეკონის გიმბაბი. რა თქმა უნდა, ქათმის ფრთები შემწვარი ტკბილ ცხარის соуსში, კორეული კორნდოგები და დესერტად გვექნება უგემრიელესი ბუნგოპანკი კრემით, წინაზე გავსინჯე შოკოლადით სხვათა შორის და უგემრიელესი სასმელები, ცალკე გრეიპფრუტის ლემონადი და ვაშლის ლემონადი. პირველი უნდა გავსინჯოთ, რა თქმა უნდა, ტოგრამიონი. აქ არის მთავარი ჩვენი რამიონი და ასევე ბრინჯის დამცხვარი. გავსინჯოთ. თქმა უნდა, ცხარია, ძალიან ცხელია და გემრიელია, უგემრიელესია. სხვათა შორის ძალიან განსხვავდება გემო, მე როგორც სახში ვაკეთებ ჩვეულებრივად პაპრიკით, აქ სხვანაირი გემო, ანუ ჩვეულებრივი პაპრიკით არ არის გაკეთებული და ნამდვილი კორეული წიწაკა არის გამოყენებული. და რა თქმა უნდა, გავსინჯოთ ბრინჯის კეიქი. ეს არის ტოკპოკი, ანუ ტოკი, ოღონდ დაჭრილი სხვანაირი ფორმით. ძალიან მაგარია. რამდენი დრო მამიყურებია და ვუცნებობდი, რომ ჩემს წინ იყოს აი ეს საჭმელი, რომელსაც იქ მინახია. შემდეგი იქნება გიმბაბი. ცალკე გვაქვს ბულგოგის გიმბაბი, ანუ საქონლის ხორცით, ცალკე გვაქვს ბეკონით. გავსინჯოთ. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ძალიან ლამაზად გამოიყურება და ძალიან ფერადია და იმედია იგივე გემრიელი იქნება. გავსინჯოთ. კიდევ ერთი მიზეზი, რატომ თბილისიდან მზად ვარ აქ ჩამოვიდა, ეს არის ფასები, იმიტომ რომ თბილისთან შედარებით ორჯერ უფრო ნაკლები ფასებია. წარმოიდგინეთ გიმბაბი, რომელიც არის საქონლის ხორცით, ღირს სულ რაღაც 10 ლარი. გიმბაბი იყო ის რაღაცა, ზუსტად რაც ყველაზე ხშირად მაქვს ნანახი, გინდა TikTok-ში, გინდა დორამებში, რასაც ჭამდნენ ჩვეულებრივად, ანუ მაღაზიაში 20 ცენტიან მაღაზიებში ყიდულობდნენ მაგას და სულ მაინტერესებდა რა არის. და ეს არის ყველაზე გემრიელი რაღაცა. იმიტომ რომ ჩემი აზრით მე მირჩევნია ეხლა ეს ვიდრე სუშები. ბულგოგის გიმბაბი იყო უგემრიელესი, ეხლა გავსინჯოთ ბეკონის გიმბაბი. ძალიან გემრიელია და სხვათა შორის თუ ხარ ვეგეტარიანელი, აქ შენთვის არის თლიანი ბოსტნეულის და კიმჩის გიმბაბი. კორეული ჰოთ-დოგის დროც მოვიდა. გავსინჯოთ. ეს არის სოსისით და ყველით. ძალიან მაგარია. ხრაშუნობს, შიგნით არის ძალიან გემრიელი ყველი, სოსისი და ყველი, რომელიც წერება ფაქტს. ძალიან მაგარია და ძალიან გემრიელია. ქათმის ფრთების დროც მოვიდა ტკბილ ცხარის соуსში. და ბოლოს გავსინჯოთ ჩვენი დესერტი. წინაზე გავსინჯე შოკოლადით, იყო უგემრიელესი და კრემითაც ეხლაც გავსინჯოთ. ძალიან გემრიელია. სხვათა შორის პირველად ვსინჯავ მოჩების გარდა აზიურ დესერტს და უგემრიელესია. ძალიან მომეწონა. და ბოლოს წასვლის წინ ძალიან მოლოდნელად ამ კაფის მფლობელმა მაჩუქა საჩუქარი, ძალიან სასიამოვნო, ეს იყო კორეული კოსმეტიკა. კორეული კაფე არის, მდებარეობს რუსთავში, მესხიშვილის 11 ნომერში. აუცილებლად უნდა მოხვიდეთ აქ და არ დაგავსეთ ჩემი გვერდის გამოწერა.